მიზეზი ძალიან კონკრეტული არის. მე 3 წელიწადზე მეტი აქ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ბევრი რამე გაკეთდა ამ მაუწყებლისთვის ამ 3 წლის მანძილზე. შეიძლება ჩემი შეცდომა იყო ის, რომ იმდენად ეკრანს უფრო ნაკლებად ეთყობოდა ეს ყველაფერი პერიოდულად, რამდენადაც შიგნით. ალბათ, იმიტომ რომ მოხდა ბევრი ხაირამ, თუნდაც ის რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ის შეფასებები, რასაც იღებდა მაუწყებელი თავის საზოგადოებრივ პოლიტიკურ მიმართულებაში, თავის ბიუჯეტზოებლობაში, დაბალანსებულობაში, არჩევნების დროს ვფიქრობ, რომ ამ მაუწყებელმა ძალიან დიდი როლი ითამაშა და ამაში ჩემი გარკვეული წვლილიც არის ამ მართლმსაჯულებათა ინსტიტუტთან ერთად. ტექნიკური გადაიარაღება მოხერხდა მართლა საფუძვლიანი და ვფიქრობ, რომ დღეს მაუწყებელი არის ყველაზე სწორად ამ მიმართულებით განვითარებული და როცა მე მოვედი ყველაზე ცუდად იყო ეს საქმე. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმნით საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული განვითარების გეგმა ამ ორგანიზაციის, რომელსაც გარკვეული პერიოდი მივუწევდი, თუმცა მიზეზთან გამო ბოლომდე განხორციელება ამ ცვლილებების, რომელიც როგორც სტრატეგიული მიმართულებით, ასევე სტრუქტურული ცვლილებები იყო, გარკვეული რეორგანიზაციები გათვალისწინებული. მიზეზთან გამო მე ამის განხორციელება ვერ შევძელი ისე ხარისხიანად, როგორც მინდოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბათ ჯობდა, რომ დამეთმო ეს ასპარეზი სხვა ადამიანებისთვის, ვინც ამას ალბათ უფრო ორგანიზებულად გააკეთებენ. მე ძალიან მიყვარს ეს ორგანიზაცია, ყოველთვის ძალიან დიდ პატივს შენდი აქ მომუშავე ადამიანებს. ვიტყვი იმას, რომ წავედი, მაგრამ შორის დავტოვე ბორჩი ბიუჯეტი დასაფრთხებლად, რომელიც როგორც ვიცი ბორჯის მხრიდან მოწონება დაიმსახურა, იმიტომ არის სწორად და კარგად გაკეთებული, ის რომ არ მიმიტოვები ამ კუთხით აკავრობა. არის 2013 წლის ბიუჯეტი არის ისეთი, რომელიც შესრულებადია, რომელიც ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებას ნამდვილად ხელს ვერანაირად ვერ შეუწყვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იანვრის ბოლოს ველოდებით ფინანსთა სამინისტროსთან თუ როგორი იქნება დაგროვილი გარკვეული დავალიანების რესტრუქტურიზაცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა დაუნდობლად იყოს გაკეთებული ეს ყველაფერი, არის ბიუჯეტი ისეთი შედგა და გავაკეთეთ პრიორიტეტები, რომ მაუწყებლის ფუნქციონირებას ნამდვილად ხელი არანაირად არ შეეშლება ამ მიმართულებით, სხვა არ ვიცი. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ბატონ ნოდარ ხადურს ვთხოვო, იმიტომ რომ ჩვენ პირად შეხვედრებში ხშირად ვჯელობდით და მისი მხრიდან იყო გაკეთებული მსგავსი განცხადებები პირად საუბრებში, რომ ის ყველანაირად შეეშლებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილება მაუწყებლის სასარგებლოდ ყოფილიყო მიღებული და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები და ეს დანაპირები ნამდვილად შეასრულებს და იანვრის ბოლოს სავარაუდოდ ის რესტრუქტურიზაციის ის მოთხოვნა, რომელიც რამოდენიმე თვე არის, ითხოვს მაუწყებელი დაკმაყოფილდება ჩვენს მაუწყებლის ინტერესების გათვალისწინებით. მინდა რომ რა ვიცი, მოგიწოდოთ ყველა ტელევიზიას, ვინც ახლა აქ ხართ, რომ ვიყავით ერთად და თქვენ მაინც შეძელით, რომ იყოთ ერთიანად, ერთიან პოზიციაზე სიმართლის მხარეს და მე ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა ჩვენ საინფორმაციო სამსახურთან და მე ვთხოვე მათ, რომ ალბათ ისინი უნდა იყვნენ პირველები, ვინც უნდა გადმოდგან ნაბიჯები და ვინც უნდა გაამკვიდროს ამ ქვეყანაში სტანდარტი, რომელსაც სიმართლე ქვია და ერთხელ და სამუდამოდ ყველა ტელევიზია უნდა მოწყდეს ვიღაცის აზრს და უნდა იმოქმედოს საკუთარი აზრი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობ და თქვენი დრო არის, ჟურნალისტების დრო არის, ტელევიზიების დრო არის. შემოვალეობას ასრულებს ჩემი მოადგილე გიორგი ბადათაშვილი. მე ბორჯს მე გაუწიე რეკომენდაცია, რომ გიორგის შეესრულებინა ეს პერიოდი მოვალეობა, ვინაიდან გიორგიმ ძალიან ბევრი ამ მართლა ამ 3 წლის მანძილზე მისი დიდი დამსახურება იმისი, რომ ეს მართლა ტელევიზია ერთ-ერთი ყველაზე სწორად და ხარისხიანად აღჭურვილი 2013 წლის ბიუჯეტი მე დაუტოვე ბორჯს, რომელიც ბიუჯეტი არის ის ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. რაც შეეხება დანარჩენს, მე აქვე აღვნიშნე, არსებობდა 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელსაც 3 წლის მანძილზე მივყვებოდით, თუმცა რიგ შემთხვევებში რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, გარკვეულ რეორგანიზაციას და ოპტიმიზაციას, ამ გზაზე ჩემს მიერ არ იყო საქანადო ნაბიჯები გადადგმული და მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯებს გადადგას, ისე როგორც მე თავის დროზე დავსახე
გარკვეული, რა თქმა უნდა, თავის შეშორებებით, თავის აზრებით და იდეებით. მინდა აბსოლუტურად დაგაცნოთ 2010 წლიდან მგონი რაც მე ვარ ამ ტელევიზიაში ვერანაირ ასე ვთქვათ დანაშაულის ვერანაირი ფინანსური დარღვევის ისეთი რომელიც შეიძლება იყოს რაღაც გარკვეულ სერიოზულ დარღვევასაც ვერ ნახავს ვერავინ და არ იქნება ეს მეტი არის მიმდინარეობს ეს რევიზია რა ვიცი მე მგონი ძალიან მშვიდად და წყნარად ამოცანა არის რომ ზუსტად დადგინდეს ის თანხა თუ რა ვალდებულება აქვს გაუწევეს 2006 მილიონის გემდე ბიუჯეტის წინაშე ეს რა ვიცი ალბათ მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ შეუძლებელი პროცესია ზეწოლები დარდუბალის პერიოდშიც გაგვიჩნია უარესიც გაგვიჩნია მაგრამ ამის გამო გიორგი ჩანტურიას არ მიუღია და არ შეუძლია თავისი აზრი და თავისი გადაწყვეტილებები ისე რომ ეს ის შეფროა ნამდვილად არ არის კი ბატონო იყო სერიოზული დარტყმები ჩვენზე მაგრამ ამას არ მიუღია არანაირი დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ თანამშრომლობისთვის და ერთად იყავით დაიცავით სიმართლე ბატონო გიორგი აქეთ